მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. დღევანდელი გადაცემის ციტატა ასე ჟღერს. ამ ქვეყნად ყოველთვის დამკვირვებელი ვიყავი და არა მონაწილე. საიდან ამდენი ტანჯვა? ციტატის ავტორია რუსი ფილოსოფოსი და მწერალი ვასილი როზანოვი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ტრადიციულად გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომელსაც სრულად ასე ჰქვია ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. მინდა დამეხმაროთ, რომ არხს რაც შეიძლება მალე ჰყავდეს 1000 გამომწერი. სანამ ციტატაზე ვილაპარაკებ, მინდა რომ რამდენიმე სიტყვა ვასილ როზანოვზე ვთქვა. გეტყვით, რომ იგი ცხოვრობდა რუსეთში 1919 წელს გარდაიცვალა და 20-იანი წლები და მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში მისი შრომები იყო აკრძალული. როზანოვს ესე მიუძღვნა გრიგოლ რობაქიძემ, რომელშიც გამოიკვლია როგორც თვითონ წერს როზანოვის ფენომენი. ესე მთავრდება დასკვნით, მცირე ციტატას წაგიკითხავთ, გამოხატვის ძალით, გამოხატვის ტონუსით, გადმოცემის ტემპერამენტით როზანოვს რუსულ ლიტერატურაში ბადალი არ ჰყავს. როზანოვის სტილი ისევე ფენომენალურია, როგორც თვით როზანოვი. აქ ციტატა სრულდება. დღევანდელ ციტატაში ორმა ნიუანსმა დამაინტერესა და სანამ მათზე გიამბობთ, მინდა რომ კიდევ ერთხელ წაგიკითხოთ ციტატა. ამ ქვეყნად ყოველთვის დამკვირვებელი ვიყავი და არა მონაწილე. საიდან ამდენი ტანჯვა? პირველი ნიუანსი ის არის, რომ ციტატაში მკვეთრად არის გამიჯნული მონაწილე და დამკვირვებელი. და მეორე ნიუანსი, ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ აქ ტანჯვა თითქოს არის მხოლოდ მონაწილის ხვედრი და ავტორს უყვირს დამკვირვებელში ეს ტანჯვა საიდან მოვიდა. პირადად მე მკაფიოდ მაქვს გარკვეული ჩემ თავთან დაკავშირებით, რომ მე ვარ დამკვირვებლის ტიპის ადამიანი და არა მონაწილის. თავიდან ამაზე დამაფიქრა სპორტის სიყვარულმა. უკვე ძალიან დიდი ხანი არის ვიცი, რომ მიყვარს ფეხბურთის მატჩების ყურება, განსაკუთრებით კალათბურთის მატჩების ყურება, თუმცა ყოველთვის შორს ვიყავი ცხოვრების აქტიური სტილისგან. ადრე ძალიან ხშირად მარტო წავსულარ ხოლმე ვერის ბაღში ან სპორტის სასახლეში კალათბურთის მატჩების სანახავად და ბევრჯერ ისიც მიმფიქრია პენსიაზე რომ გავალ, თუ გამიმართლებს სპორტის სასახლეში ბილეთების შემოწმებლად ვიმუშავებ მეთქი. შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, რაღაც მომენტში აღმოჩნდი პროცესების შუაგულში, იმიტომ რომ როცა მასწავლებელი ხარ, მხოლოდ დამკვირვებელი ვეღარ იქნები. მაგრამ გავიდა წლები და ჟურნალისტიკაში გადავინაცვლე, იქ უკვე ჩემთვის ისევ კომფორტულ გარემოში მოვხვდი, იმიტომ რომ რა იყო ჩემთვის ჟურნალისტობა. მივდიოდი, ვაკვირდებოდი პროცესს, შემდეგ განმარტოვდებოდი, წერდი იმას შესახებ, რასაც ვხედავდი და მე ამ ჩემ დაკვირვების შედეგებს ესე ვაქვეყნებდი. ბევრი კოლეგის მსგავსაც მეც არაერთხელ მიმიღია წინადადება, რომ ეს ჩემი დამკვირვებლის სტატუსი, მონაწილის სტატუსზე შემეცვალა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ვგულისხმობ. ალბათ იცით ყველამ, რომ პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ თავის თამაშში ჟურნალისტების შემოყვანა. მაგრამ ესეთი წინადადებები ყოველთვის მაშინებდა. ჯერ ერთი პოლიტიკოსებს არ ვენდობოდი და მეორეც ნამდვილად მყარად ვიცოდი, რომ ჩემი ხასიათი ეს არის დამკვირვებლის ხასიათი და არა მონაწილის და ჩემი ძლიერი მხარეც თუ არსებობს რამე არის დამკვირვებელი და არა მონაწილე. წლების განმავლობაში და უფრო ზუსტად თუ ვიტყვი 10 წლეულების განმავლობაში ჩვენთან ეს დაკვირვების და მონაწილეობის სივრცე ძალიან მკაცრად იყო ერთმანეთისგან გამიჯნული. მაგრამ დღევანდელობის ერთ-ერთი თავისებურება ისიც აღმოჩნდა, რომ დამკვირვებელს და მონაწილეს შორის ზღვარი რაღაცნაირად გაიძღაბნა. და სანამ ავხსნი, რას ვგულისხმობ, მანამდე მაინც დავაზუსტებ, რომ მონაწილედ მიმაჩნია ადამიანი, რომელიც ჩართული არის პროცესში და რაც მთავარია რისკებს იღებს საკუთარ თავზე და დამკვირვებლად მიმაჩნია ადამიანი, რომელიც პროცესს შორიდან აკვირდება, ზოგჯერ მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ რისკებს ირიდებს თავიდან მაქსიმალურად.
როზანოვის ციტატას რომ დავუბრუნდეთ, ტანჯვა გამოდის ორივე სხვედრი, როგორც მონაწილის, ასევე დამკვირვებლის და ამ ციტატამ ბევრი კითხვა გამიჩინა. იქნება რაც მეც ხედავ გვერდიდან, თუ კი პროცესს თანაუგრძნობ და მასში არ მონაწილეობ, მაშინ მით მეტად იტანჯები. თუ სულ ქმედებაში ხარ, თუ ყოველდღე რისკებს თვალებში უყურებ, შეიძლება ტანჯვისთვის დრო საერთოდ აღარ გრჩებოდეს. იქნებ მონაწილეობა არის სხვებთან ერთად საფრთხის გაზიარება, ერთმანეთის თანადგომა, ვთქვათ, სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და დაამკვირვებლობა რა არის? აი მარტო ხარ და რაღაცნაირად შენ თვითონ მიჯნავ შენ თავს პროცესისგან. ზოგჯერ შეიძლება რაღაცნაირად იმის განცდაც გქონდეს, რომ აი ის ცოცხლობს და შენ კიდე იტანჯები. ამ ფიქრებს ახლა არ მინდა რომ ძალიან შორს გავყვე, იმიტომ მინდა რომ დავსვათ დღევანდელი დღისთვის ყველაზე აქტუალური კითხვა. აქვს თუ არა პასუხისმგებლობა ადამიანს, რომელიც ხედავს სხვა ადამიანების ჩაგვრას, რეპრესიული პოლიტიკის მიერ მართალი ადამიანების დევნას ხედავს ყოველ დღე, მაგრამ პროცესში მაინც არ ერთვება, თვითონ არ მოქმედებს. ვიცი რომ საპროტესტო მოძრაობაში არსებობს განცდა, რომ მოძრაობის გარეთ არის ბევრი დამკვირვებელი ადამიანი, რომელიც პროცესს თანაუგრძნობს და როდესაც დადგება მომენტი, ეს ადამიანები თავის სტატუსს შეიცვლიან და დამკვირვებლის ნაცვლად მონაწილეები გახდებიან. რატომ არის ეს განცდა? იმიტომ რომ დაკვირვება, თუ გულშემატკივრის თვალით აკვირდები პროცესს, უკვე რაღაცნაირი მორალური პასუხისმგებლობა არის და რა თქმა უნდა ნეიტრალური ამ დროს არ ხარ, უკვე მონაწილეობ ნაწილობრივ და ჩვეულებრივ ესე ხდება ხოლმე, რომ პროტესტში ნაკლები ადამიანი არის ჩართული და დამკვირვებელი თვალი ბევრად მეტია. ეს ნებისმიერ პროცესს ეხება, არა მარტო ვთქვათ ამ აქციებს, რომელიც ახლა თბილისში იმართება ყოველდღიურად. სწორედ ეს დამკვირვებლები ქმნიან მორალურ სივრცეს სინამდვილეში, რომელიც არის გაჟღენთილი შინაგანი დისკომფორტით და შესაბამისად ცვლილების მოლოდინით. ხო და ეს დისკომფორტის შინაარსი, მე მგონი არ არის ბევრი დავის საგანი. ამ დისკომფორტის შინაარსს ქმნის ის, რომ დამკვირვებელი ერთი მხრივ გამიჯნული არის პროცესისგან, მაგრამ გრძნობს პასუხისმგებლობას თავის საკუთარ, თავისი ოჯახის და თავის ქვეყნის მომავალზე, მაგრამ მეორე მხრივ მაინც თავის ვალდებულებად მიაჩნია, რომ როგორღაც რისკებს თავი არიდოს და ვთქვათ ოჯახი დაიცვას, ან საკუთარი თავი დაიცვას. და ცვლილებების ყველაზე რეალური წყარო სინამდვილეში აი ეს მუდმივი დაძაბულობა შეიძლება იყოს, რაც ჩნდება ამ დამკვირვებელ საზოგადოებაში. იმიტომ რომ უხილავი რაღაც კრიტიკული ზღურის შემდეგ დამკვირვებელთა ნაწილი შეიძლება აი ამ მორალური წნეხის გამო სწორედ გახდეს მონაწილე. და სხვათა შორის ესეთი რამ საქართველოში ადრეც მომხდარა. რამდენად მყიფე არის დღეს ზღვარი მონაწილესა და დამკვირვებელს შორის, მინდა ერთი ადამიანის მაგალითზე გიამბოთ და ეს ერთი ადამიანი არის დავით ჩხეიძე. ეს არის ყველაზე მედეგი მონაწილე საპროტესტო მოძრაობის და თან არის მუდმივი დამკვირვებელი ამავდროულად. მონაწილეებმაც, დამკვირვებლებმაც, ხვებმაც იციან, რომ დავით ჩხეიძე ყოველ დღე მონაწილეობს აქციებში, ყოველ დღე თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დგას ერთსა და იმავე ადგილას, რუსთაველის გამზირსა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში ტროტუარზე. და ერთხელ დავითს ინტერვიუ ჰქონდა ჩემს მეგობართან ირაკლი აფსანძესთან და აღმოჩნდა ინტერვიუს დროს, რომ ვირუსიანია და სიცხიანია და ირაკლიმ ესევე კითხა საჯარო სივრცეში, რომ დღეს ალბათ აქციაზე ვერ წახვალთო და დავითმა უყოყმანოდ უპასუხა, რატომ რა შუაშია ვირუსი და სიცხე, რა თქმა უნდა წავალო. ეს თქვი მისი მედეგობის მაგალითად, მაგრამ მეორე მხრივ
მაშინაც, როდესაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვა პრობლემა არ იყო და გამზირი ყოველდღე იკეტებოდა, დავით ჩხეიძე ამაში არ მონაწილეობდა, იდგა ამ თავის ტროტუარზე ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში და იქიდან აკვირდებოდა პროცესს და შემდეგ, როდესაც გამზირის გადაკეტვა აიკრძალა და პროტესტის მონაწილეები მაინც გადადიოდნენ ქუჩაზე და ამის გამო ციხეში ხვდებოდნენ, არც მაშინ დავითი ამაში არ მონაწილეობდა და ისევ თავისი ათulis წერტილიდან, თავისი დაკვირვების წერტილიდან უყურებდა პროცესს. ამის გამო მის მიმართ ჩნდებოდა კითხვები საჯარო სივრცეშიც, მათ შორის, რომ რატომ არტოვებს ამ ადგილს, შორიდან რატომ უყურებს იმას, რაც გამზირზე ხდება, რატომ ბოლომდე არ მონაწილეობს პროტესტში და თვითონაც საჯარო და არაერთხელ უპასუხია ამ კითხვებზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ დავით ჩხეიძე თავის მხრივ მუდმივი დაკვირვების ფოკუსში არის ხელისუფლების მხრიდან და იმის მიუხედავად, რომ აი ამ ტროტუარიდან არ იძვრის, დავითი არის პროტესტის ერთ-ერთი ბურჯი, სწორედ იმის გამო, რომ არის სისტემური ადამიანი, პრინციპული ადამიანი, წესიერი და რაც მთავარია, ფაქტობრივად უშეცდომოდ იქცევა მთელი ამ საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში. და ამიტომ არ გამკვირვებია მე და მით უმეტეს არც თვითონ არ გაკვირვებია, როდესაც ერთ-ერთი აქციის შემდეგ პოლიციამ მისი მანქანა გააჩერა და მისი პიროვნებით დაინტერესდა. აი სწორედ მაშინ, როდესაც რისკების პირისპირ დგება ადამიანი, საბოლოოდ ხდება ნათელი, რომ ის არის მონაწილე თუ ის არის დამკვირვებელი. თუ დამკვირვებელია, რა თქმა უნდა, რისკის საკუთარ თავზე აღება შეაშინებს, მაგრამ თუ მონაწილეა, რისკი არ შეაშინებს და რაც უფრო მეტი არის რისკი, მით მეტად არ შეაშინებს და მით მეტ მაგალითს აძლევს მონაწილეებსაც და დამკვირვებლებსაც აი ამ თავისი უშიშარი ხასიათით და დავითის ფიგურის მასშტაბიდან გამომდინარე, მის მიმართ რისკიც რაღაცნაირი განსაკუთრებული გამოაგორეს ავანსცენაზე, რასაკვირველია. და ზუსტად იმ დღეს დადასტურდა, რომ დამკვირვებლობა შეიძლება უფრო მაღალი ხარისხის რისკების აღებას გულისხმობდეს საკუთარ თავზე და უფრო მაღალი ხარისხის მონაწილეობას, ვიდრე მაგალითად ქუჩის გადაკეტვა და ამის გამო ციხეში წასვლა. ის რაც დავით ჩხეიძის შემთხვევაში ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო და ბევრისთვისაც ალბათ ცხადი იყო, რომ რა თქმა უნდა ის არის მონაწილე და დამკვირვებლობა მისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მათ გაიაზროს პროცესი, რომელშიც მონაწილეობს. სხვა დამკვირვებლებთან დაკავშირებით ასე ადვილად სათქმელი არ არის, თქვათ, რა პოტენცია აქვთ მათ სამომავლოდ. დღეს საზოგადოებაში რომ მორალური დაძაბულობა ნამდვილად არსებობს, ამაში ეჭვის შეტანა არის შეუძლებელი, მაგრამ დადგება თუ არა მომენტი, ან როდის დადგება ის მომენტი, როდესაც თქვა დამკვირვებლები ამ თავის მარტოობას, ტანჯვას თუ სინდისის ქენჯნას ამჯობინებენ, რომ ბოლოს და ბოლოს პროცესში შევიდნენ და რისკები აიღონ საკუთარ თავზე, ეს არ ვიცი მე და ალბათ ზოგადადაც ბუნდოვანია, მაგრამ როგორც კლასიკური დამკვირვებელი, რომელიც ხანდახან მონაწილეობს პროცესში, საზოგადოების ამ დამკვირვებელი ნაწილის ერთგვარი თარჯიმანი ვიქნები და ესე ვიტყვი, რომ თუ დადგება მომენტი, როდესაც ეს ცალ-ცალკე გამოკეტილი დამკვირვებლები ერთმანეთის მდუმარე ხმას გაიგონებენ და ერთმანეთს დაინახავენ მასშტაბურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, აი მაშინ ნამდვილად გაჩნდება შანსი, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება შეიცვალოს. ამიტომ არაერთხელ მithქვამს, რომ პროტესტის ორგანიზების ხარისხი არის გადამწყვეტი იმაში, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი. ხელისუფლებას ორგანიზების ხარისხი აქვს ძალიან მაღალი და პროტესტის ორგანიზების ხარისხი სანამ არ გახდება კიდევ უფრო მაღალი ვიდრე ხელისუფლების ორგანიზების ხარისხი, მანამდე დიდ ცვლილებებს პირადად მე არ ველოდები. მესმის, რომ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება იმას, რომ
ამ დამკვირვებლებმა ერთმანეთი დაინახონ და მათ ერთმანეთი გააძლიერონ. და ერთი კიდევ მთავარი კითხვა ისიც არის, რომ მაინც რამდენი გულშემატკივარი დამკვირვებელი მეგულება ეხლა ჩვენს ქვეყანაში, ან მორალურ წნეხს რო ვახსენებ, რამდენად ძლიერია სინამდვილეში ეს წნეხი საზოგადოებაზე დღეს. მაგრამ მთავარი კითხვა მაინც სხვა მგონია. რეპრესიულმა კანონმდებლობამ ძალიან ბევრი რამ უარესობისკენ შეცვალა თითოეულ ჩვენგანში, ვისაც ჩვენი თავი დამკვირვებლებად მიგვაჩნია. მაგრამ მე მჯერა, რომ ნამდვილად არის რაღაც, რაც ვერ შეცვალა ჯერ. იმიტომ რომ ის რაღაცა არის მარადიული და ეს მარადიული და მის მიმართ ერთგულება ჩვენში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, მაგრამ კითხვა არის ის, რომ რაც უცვლელი დარჩა ჩვენში, მას შეუძლია თუ არა გადაგვარჩინოს ჩვენ და შეუძლია თუ არა რომ გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა. ეს ჩემთვის არის ძალიან პრინციპული კითხვა და შევეცდები, რომ ამ კითხვას ხვალ უპასუხო ხვალინდელ გადაცემაში. დღეს კი ამით დავასრულებ. გამიხარდება თუ მომწერთ, თქვენი თავი ზოგადად დამკვირვებლად მიგაჩნიათ თუ მონაწილეთ. რა თქმა უნდა, დღევანდელ საპროტესტო მოძრაობას არ გულისხმობ და ამ მოძრაობაში ან დამკვირვებლის ფუნქციას, ან მონაწილის ფუნქციას, მე გულისხმობ ზოგადად სამყაროში რომ არსებობს დამკვირვებელი, არსებობს მონაწილე, თქვენი ხასიათი, რომელს უფრო შეესაბამება და რატომ. გარდა ამისა, მინდა გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური, იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს. თქვენი მონაწილეობის გარეშე ეს ნამდვილად არ მოხდება და ამიტომ ჩემი თხოვნა ნამდვილად გულწრფელია და არანაირად ფორმალური არ არის, რომ ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ეს არხი. და მომეხმარეთ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ის, რაზეც მე ვლაპარაკობ. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად